მუშაობაზე მეორე კიდე რაღაცა. მუქთა ქვეყანაში არ ავცხოვრობთ, ყველამ კარგად ვიცით აქ, რომ ყველაფერს თავისი ფასი აქვს, პურსაც თავისი ფასი აქვს, მწვანეცაც თავისი ფასი აქვს. და ასე ვთქვათ, რა ქვია, კაი ხელობასაც თავისი ფასი აქვს. ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ამიტომ ადამიანები უნდა დავაფასოთ ერთმანეთის, ასე ვთქვათ, მუშაობა და შრომა. ეხლა უყურე მუშაობაში და შრომაში ადამიანებთან, სხვადასხვა ადამიანებთან რომ აქვს ადამიანსა ურთიერთობა, ხო, უნდა დაიცვას ადამიანმა თავისი ბიოვერი ბიოპოლი, უნდა განაცხადოს იმ ბიოვერ ბიოპოლში, სადაც არის, სადაც მუშაობს, რომ на меня злориха плохо запрещаю, на меня ჩემზე ნეგატივობას, დესტრუქციობას და ასე ვთქვათ, манипуляторობას запрещаю, мои воля, сознание, разум не прикасаемо. Всё. ეხლა უყურე მუშაობასაც სადაც არ უნდა იმუშაოს ადამიანმა, არ აქვს მნიშვნელობა რა სფეროში, ექიმია, თანამდებობის პირია, პოლიციელია, დაცვა, ვაჭარია თუ პუტანკა თუ ბოზი არის, ყველას აქვს ერთმანეთთან, ასე ვთქვათ, ურთიერთობა. ხო, ხალხთან ურთიერთობა ხო აქვს, პარტნიორებთან ერთმანეთთან ურთიერთობა ხო აქვს. აქედან ხდება და შეიძლება გადავიდეს ადამიანზე სხვისი აურა, სხვისი ბლოკები, სხვისი სამაბლოკები, შეიძლება გადავიდეს ადამიანზე სხვისი, ასე ვთქვათ, რა ვიცი, სექს პარაზიტები, ლავრები, კუბები, ინკუბები, სოკუბები, შეიძლება ადამიანზე გადავიდეს სხვისი უბედურება, ავადობა, რაღაცა კარმიჩისკიული უძლები, ხო? ამიტომ ადამიანმა უნდა დაიცვას თავი, სადაც არ უნდა მუშაობდეს, თორე უხეირო და უსაქმური არავის არ უნდა. სახშიც კიდე, მით უმეტეს ძალიან ძვირად ფასობს, კაი სიტყვა პასუხი, კაი მოქცევა, კაი საქციელი, რატო უხარია ადამიანი ერთმანეთს კარგად რო ექცევა, კიდე მიდიან ერთმანეთთან ემეგობრებიან, თუ ცუდად ექცევა ადამიანი, ვირივით ექცევა ერთმანეთს და შენ ვინახარ და შეესეთო და შეისეთო, იმას თან გარბიან, არავინ არ ემეგობრება, ხო, ესეთ ადამიანს, ხო? ელემენტარული ავიღოთ, აი, კაი საქციელი, კაი მოქცევა, თბილი ურთიერთობა, ყველას უყვარს, ცუდი ურთიერთობა და ესეთი დამამცირებელი ურთიერთობა არავის არ უყვარს, ხო? ხო ვარ მართალი, ხო? კაი ქცევასაც კიდე დიდი ფასი აქვს, კაი სიტყვა პასუხსაც კიდე დიდი ფასი აქვს და ჯერ ჩვენი თავი უნდა დავაფასოთ, ჩვენი თავი უნდა ავიმაღლოთ ისე, რომ კარგად გავცეთ ადამიანს პასუხი, კაი ხასიათზე განვაწყოთ ადამიანი, კარგად, რა ქვია, და მე რა ქვია, დავაფასოთ სხვისი ადამიანის შრომაც, სხვისი ადამიანის ყურადღებაც, სხვისი ადამიანი და აუკრძალოთ ბოროტ ადამიანებს ჩვენზე, ასე ვთქვათ, მოძალადე, უზდელ ადამიანებს, აი შევინახარ და შეესეთო და ეს გააკეთე და ისა და ადეგი და შენ გააკეთე, თქო და ესე მოვერიდოთ, ასე ვთქვათ, ცუდ სამსახურებს მოვერიდოთ, სულ პარტნიორებს მოვერიდოთ, ცუდ ურთიერთობებს მოვერიდოთ, ცუდ მაკაცებს, ცუდ აქალებს მოვერიდოთ. Всё. და სადაც ვართ, ასე ვთქვათ, დავამყაროთ ცოტა ისეთი ურთიერთობა, რომ გვიხაროდეს აქ, რა ქვია, მუშაობაც, შრომაც, მისვლაც, მოსვლაც და ყველაფერი. აი ეს მინდოდა მე თქვა, მუშაობა ცუდი არ არის. მუშაობა ძალიან კარგი არის, მაგრამ ადამიანმა უნდა იცოდეს თავის დაცვა. ეხლა მაგალითად რომ მუშაობს ადამიანი და სულ ტირის, სულ წუწუნებს, ეს დავალაგე, ის დავალაგე და ეს გავაკეთე, ის გავაკეთე, ის გავაკეთე, ეს გავაკეთე, თავის თარსავს ეს ადამიანი. ვერავის თუ არ უნდა მუშაობა, ნუ იმუშავებს, გახდეს უსაქმური, მოუტანენ სახში, აბაკი დაუხატავენ, არავინ არ მიუტანს და არავინ არ დაუხატავს არაფერს და თავის თარსავს ადამიანი. ადამიანმა უნდა შეეცვალოს ტაქტიკა, აი რა კაია ეს მოვიტანი, აი რა კაია ეს გავაკეთე, აი რა კაია დავალაგე, აი რა კაია მოვასწარი, მოდი ამასაც მოვასწრებ დღეს, ამასაც გავაკეთებ დღეს. ტაქტიკა უნდა შეცვალოს ადამიანმა, აი დღეს რა მოვასწარი, რა გავაკეთე. ხო, და ისე უნდა გააკეთოს ადამიანმა დაუყვედრებლად. როდესაც ადამიანი იყვედრება, თავის თავს თარსავს და თავის თავს იბლოკავს. აი ეს მინდოდა მე თქვა ზუსტად. ხო. მერე კიდე ეხლა
სექსუალური ცხოვრება რაც არის სექსუალური ცხოვრებით რომ სექსუალური შრომით რომ ასე ვთქვათ აკეთებენ ფულს ქალები და ეძახიან ამას ეხლა ბევრი დისკოტეკა და ბევრი ქალებია და ქალები გამოძახებითაა და ქალები პორნოებითაა და ქალები ისე და ქალები ესე და ბიჭები არჩევენ ამას და ერთ საიტიდან მეორე საიტში დარბიან და ასე შემდეგ ეს დღეს დასაბალი არ არის ყველა ვიცით ეს საიტები ზეპირად გაცნობისა და იმისა და ამისა და იმის საიტები და იქ ფასებიც უწერიათ ქალებს რომ 1 საათი ესე მინდა 2 საათი ესე მინდა ამას ვაკეთებ ესეთი ლამაზი ვარ ესეთი დიდი ძუძუები მაქვს ესეთი დიდი ტრაკი მაქვს სექსუალური ცხოვრებითაც რომ მუშაობენ ეს ქალები და ეხლა ბევრმა კაცემაც კიდე დაიწყეს სექსუალური ასე თქვა დაკმაყოფილებებით მუშაობა ბევრ კაცსაც უწერია კაცი გამოძახებით მე ესე მინდა ხო აი ელემენტარული ავიღოთ რაღაცა ხო ეს კაცი ხან ეს ქალი ხან ერთ პარტნიორთან დადის ხან მეორე პარტნიორთან ხან მესამე პარტნიორთან ხო ამ ქალს ფული რო არ მისცენ როცემონ როტყებონ რომ შეურაცხყოფა რომ მიაყენონ ფიზიკური და ფსიქიკური დაზიანება რომ მიაყენონ ამ ქალს მეორედ ხო არ მივა ისეთ გიჟდანაძირარა კლიენტებთან ხო აღარ მივა კაცი რომ ცემონ და კაცი რომ ფული არ მისცენ და კაცი რომ გადააგდონ და კაცი რომ ცემონ ტყეპონ და კაცი რომ რა ქვია კაცი ხო აღარ მივა ისეთ კლიენტებთან სადაც ცუდი ურთიერთობა არის ხო არ მივა იმიტომ რომ რატო რომ არ დაუფასეს ასე ვთქვათ შრომა დრო ყურადღება მოფერება მიფერება არ დაუფასეს და ამიტომ და ეს სექსუალური ცხოვრებით მარტო ავადობა არ გადადის და მარტო ვირუსები არ გადადის და მარტო შიცი და ტრეპერი არ გადადის სექსუალური ცხოვრებით ასე ვთქვათ ირღვევა временные რა ქვია временные ლინიები და ბლოკები გადადის ადამიანებთან კრადნიკები გადადიან ერთმანეთზე ბლოკები გადადის კარმიჩისკიული უძლები გადადის და ამიტომ ადამიანმა უნდა მოერიდოს ბევრ პარტნიორებთან ურთიერთობა იმიტომ არის აკრძალული ასე ვთქვათ ბევრ პარტნიორებთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება სასიკეთო არ არის უნდა ყავდეს ადამიანს ერთი სანდო პარტნიორი როგორი სუფთაც თვითონ არის ადამიანი როგორი რა ქვია დაუშვათ როგორი ხასიათისაც თვითონ არის როგორი სუფთაც თვითონ არის როგორი აი ესეთი კაი პარტნიორი უნდა ყავდეს სულ რო იცის რომ სუფთა კაი ხასიათისაა და კაი ადამიანია და ბევრ პარტნიორებთან რო დადის კაცი ერთ ქალთან გაივლის მეორე ქალთან გაივლის მესამე ქალთან გაივლის ეს ავტომატურად ხდება როგორც იღებს იმ ქალის სიყვარულს სიკეთეს სითბოს და ფულებს აძლევს ამ ქალს ისევე იღებს იმ ქალის ბლოკებს კარმებს რაღაცა ნეგატივ ქალიც ასევე არის როგორც იღებს ამ კაცისაგან სექსუალურ ენერგიებს სითბოს სიყვარულს მოფერებას და რაღაცებს ასევე იღებს ამ კაცის ასე ვთქვათ რაღაცა 1-5% მაინც 10% მაინც გადადის ბლოკები და რაღაცა ნეგატივები ერთმანეთში გადადიან მარტო ვირუსი შიცი და ის კი არა რაღაცა ამიტომ ადამიანმა მე მაგალითად მყავს ნაცნობები და ვთხოვ ყველა ნაცნობებს რომ მოერიდონ ასე ვთქვათ ეს სექსუალურ რაღაცებს ბევრ რაღაცებს და ვთხოვ ყველას რომ ერთი ნორმალური სამსახური და იკმარონ ეს ერთი ნორმალური სამსახური უკვე აღარა ვართ ბავშვები უკვე გავიზარდეთ ყველა რა ქვია ვიცით უკვე დისკოს არ არის ყველა ვიცით უკვე ქალი გამოძახებით კაცი გამოძახებით სად არის მაგრამ უნდა მოერიდოს ყველა ბევრ პარტნიორებთან ურთიერთობას ლოთობას უნდა მოერიდოს ყველა ლოთობის დროს იხსნება პარტალები თავის ტვინი ითიშება ავტომატურად ეს რა ქვია ავტოპილოტი ზაშიტრი ავტოპილოტი ბიოსისტემას რაც აქვს და რა ქვია
защитни, დასაცავი, ავტოპილოტი, ბიოველი, ბიოპოლი, защитულია ავტოპილოტურად მეკრაბას ვითომ მეკრაბა, ვითომ დადიკაიდერია, ხო? ავტოპილოტურად რაც გვიცავს ეს ტონკიწელები, ბარსწელები, ასტრალწელები, ხო? ეს ავტოპილოტი ითიშება, ამიტომ ადამიანმა უნდა გადაჰყო ერთი ჭიკა დალია, ორი ჭიკა კი ბატონო, მაგრამ ზოგი არის რომ ჩავარდება ამ დალევაში და არის ხდება საერთოდ ბიოსისტემა მთლიანად დაუცველი. საზნანია, პანსაზნანია ხდება მთლიანად დაუცველი. და რა ქვია, ძალიან ხდება მერე ასე ვთქვათ, ვითომ არაფერიო, მაგრამ ხდება რაღაცეების აკიდება ასტრალებიდან, პრუტებიო, გველებიო, ჭიებიო, მატრებიო, ნეოპაკოინებიო, ვამპირებიო, ჯიებიო, ჯინებიო და ამიტომ დალევას უნდა მოერიდოს ადამიანი. ჭამასმა, გართობა ყველას გვიყვარს, მაგრამ ზომაზე უნდა დავლიოთ, ზომაზე უნდა ვჭამოთ, ზომაზე უნდა გავერთოთ, ზომაზე უნდა ყველაფერი ზომაზე. ზედ არავის ზედმეტად არ უნდა გადავყვეთ. ზედმეტად არავინ არ უნდა ვაძაგოთ, ხო? საძაგელია, всё, ვთქვით, საძაგელია, всё, მორჩა. დამთავრდა იქ, всё. საძაგელია ჩემ გაშორს, всё, მორჩა, დამთავრდა, აღარ უნდა ყოველ დღე საძაგელი და აღარ უნდა იქ, всё, საძაგელია, საზღარი, არ მიყვარს ეს ადამიანი, არ მიყვარს ეს ნივთი, არ მიყვარს ეს პიროვნება, არ მიყვარს რაღაცა, всё, მაწყენა, всё, დამთავრდა, ყოველ დღე ამისი ლაპარაკი არ არის კარგი. ჩვენთან დროს ვკარგავთ და ყურადღებას ვკარგავთ რაღაცა დებილობებზე. ყოველ დღე რაღაცას ლოდინი არ არის კარგი, მე ადამიანი ელოდება რაღაცას, ვიღაცას, აი არ არის საჭირო ლოდინი. უნდა ვიცხოვროთ მომენტეს ძეს ისე ჩას, აი მომენტეს ძეს ისე ჩას, მე ამას ვლაპარაკობ. მომენტეს ძეს ისე ჩას, მე აქ მუშაობ. აქ უნდა ვიყო ჯამთელი, აქ უნდა ვიყო ბედნიერი, აქ უნდა ვიყო ეხლა აქ უნდა ვიყო მე ისა, რა ქვია, თავისუფალი, ჯამთელი, ბედნიერი, გახარებული, всё, არ არის საჭირო ადამიანი ელოდოს რაღაცას ვიღაცას. აი კლიენტი დამირეკავს ბერფულებს მომიტანს, აი ის სამსახურში ხელფასაც არ უნდა ელოდოს ადამიანი. ვითომ ყოველ დღე გაქეს ხელფასი, всё, ყოველ დღე გაქ 100 ლარი, გაქ, არა გაქ, არ უნდა აი თვის ბოლოს ხელფასს ავიღებ და ყველაზე ისა, ყველა ვიცით რომ ადამიანი იღებს ან თვის ბოლოს, ან თვის დასაწყისში ხელფასს, ხო? არ უნდა დათარსოს ადამიანმა თავისი თავი. ადამიანმა თავისი პროგრამები უნდა გადააპროგრამიროს ისე, თავისთვის ასიკეთოთ, всё, ხელფასი მექნება, ხელფას ველოდები, ხელფას ავიღებ, შეიძლება ორი იმდენი მომცენ, იქნება მართლა ორი იმდენი მისცენ ადამიანს ხელფასი, უფრო ბევრი მისდევ და გახსნას ეს ბლოკები. მოხსნას ადამიანმა თავის იზობირიებს, თავისი ბლოკები, სულიერი იზობირიები, სულ არ სჭირდება ხელფასი. სულიერი იზობირიებს აქვს თავისი იზობირიები. სულიერი იზობირიებს ყოველ დღე აქვს თავისი სულიერი იზობირიები, სულიერი შესაძლებლობები, სულიერი ემოციები, სულიერი გაგებები, სიყვარულები, ნიჭები, შრომა, ძალა, ენერგიები, ეს არის სულიერი იზობირიები. არაფერს და არავის არ უნდა ელოდოს ადამიანი, всё, ყოველ დღე მაქვს ხელფასიც ამაქვს, პულიც ამაქვს, ჯანმრთელობაც ამაქვს, სიხარულიც ამაქვს, თავისუფლებაც ამაქვს, ენერგიებიც ამაქვს, ძალებიც ამაქვს, დაცვებიც ამაქვს და защитული ვარ ზალათი ულტრაფიოლეტოვი პატოგიზობილიებით. აი ეს არის, აი თავარი რომ ადამიანმა გახსნას თავისივე სისტემები, თავისივე სტრუქტურები, თავისივე ისინი ყველა და თავისივე ის რა ქვია ისინი უსტანოვკები, რასაც ეძახიან, პრივიჩკები, მოიშოროს პრივიჩკები თავიდან. ყველა ნეგატიური პრივიჩკები მოიშოროს თავიდან, всё. აი ეს მინდოდა მეთქვა, აი სახში მივარ და სახში ესე გავაკეთებ და სახში ისე გავაკეთებ და ჯერსა ესე და სახში რომ მიდის ადამიანი დასასვენებლად, დასაძინებლად, იქ სახში ზედმეტი პროგრამა არ უნდა შეიტანოს ადამიანმა, ზედმეტი პრობლემა არ უნდა შეიტანოს ადამიანმა. კი არიან სახშიც მუშაობენ, დისტანციურადაც მუშაობენ, კომპიუტერითაც მუშაობენ, გუგლითაც მუშაობენ, ტრიგერულადაც მუშაობენ და ყველაფერი, მაგრამ სახში შეეცადოს ადამიანმა ეს გადადებული საქმეები არ შეიტანოს სახში. როცა ხარ, აი რაღაცა მოგაფიქრდა, ხო, აი ეს მინდა გავაკეთო, ხო?
და სახში რომ მივალგად არ გადადო, თუ შეგიძლია, სადაც არ უნდა იყო, ქუჩაში იყავი. ქუჩაში იყავი, იქვე რაღაცნაირად გააკეთე, მოახერხო რომ მოაგვარო ეს საქმე. რა ხარ მოგაფიქრდა თუ არა და ხო აი ისე თქვი რომ სახში მივალ გავაკეთებ კი არა ვითომ ეს საქმე უკვე გავაკეთე ვითომ ეს პრობლემა მოხსენი ამას ვითომ ეს საქმე უკვე გავაკეთე და მე რომ მიყარ სახში თუ გეცრება დღეს ან ყველანზე გააკეთებ ამ საქმეს რომ ეს ვითომ უკვე გააკეთე შენ ფანტაზიებში შენს პროგრამებში შენს ემოციებში შენს ამბიციებში ვითომ ეს საქმე უკვე მოაგვარე всё და ვითომ ეს საქმე უკვე გააკეთე всё რომ ზედმეტი ტვირთით არ იყოს ადამიანმა ზედმეტი ტვირთები უნდა მოიხსნას ადამიანმა ზედმეტი ბროკები უნდა მოიხსნას ადამიანმა აი ტავარი მოსატანი მაგ და აი ეს მოსატანი მაგ და ვითომ უკვე მოვიტანე ეს ტავარი და ვითომ მაქვს ტავარი მაქვს всё ვითომ მოვიტანე ეს ტავარი არ მაქვს ტავარი ვითომ მაქვს ტავარი და ვითომ მოვიტანე ტავარი გასაყიდი რაღაცა ჭურჭელი მაქვს მაგალითად ვითომ მაქვს всё და მე რომ მოვიცრი გავალ და რამეს მოვახერხებ და რაღაცას მოვიტან და რაღაცას გავყიდი. ამით არ უნდა დაიგრუზოს ადამიანი, ფიქრებით არ უნდა დაიგრუზოს ადამიანი. აი ეს მინდა ვთქვა. და პატივი უნდა სცეს ადამიანმა თავის თავს დავიშრომასა და თავის ადგილს, სახლს, კარს, სადაც ცხოვრობს. ის კი არ უნდა იფიქროს ადამიანმა მე ქირითა ვარ, არა ვარ ქირით. არა ვარ კი ქირითა ვარ დროებით, მაგრამ არა ვარ ქირით, მე პროსტა ვჩუქნი იმ ქალს ფურს და ვითომ ეს სახლი, რა ქვია, ვითომ ეს სახლი ჩემია. აი ესეთი რაღაცა, ხო ქირითა ვარ და იბლოკავს ადამიანი თავის თავს, ხო და ეს პროგრამა ქირითა ვარ, ერთი სახლიდან მეორე სახლში გადადის, მეორე სახლიდან მესამე სახლში გადადის, მეოთხე სახლიდან მეოთხე სახლში გადადის. ეს არის ზუსტად მატრიცა და მატრიცული პროგრამები, ხო? აი მატრიცა და მატრიცული პროგრამები და როგორ გამოვიდეთ, რომ წერთ, შეიცვალეთ თქვენი პროგრამები. ქირითა ხარ? თქვი რომ არა ვარ ქირით. დროებით ვარ ამ სახლში. სტუმრათა ვარ ამ სახლში. არ ვიხდი ქირას იმ ქალს მე პროსტა ჩუქნი ამ ფულს. всё, ქირა სტუმროთა ვარ ან რა ქვია ჩემ სახლში ვარ, ვითომ შენისა მართლა ეხლა სადაც შედის ადამიანი, იმ სახლში დგება ამ ადამიანის აურა, ბიოველი და ბიოპოლი დგება, ხო? ამ სახლს თუ კარგად მიხედავს, კაი ბიოველი ბიოპოლი ექნება თავისი ბიოველი ბიოპოლი ამ სახლში, თუ ცუდად მიხედავს ამ სახლს, ცუდი ბიოველი ბიოპოლი ექნება ამ სახლში. თუ სულ განერვიულებული შედის, რა ქვია, სახლში ქირით ვინც არის, სულ განერვიულებული ბიოველი ბიოპოლი ექნება. თუ კაი ხასიათზე შევა თავის სახლში, კაი ხასიათის ბიოველი ბიოპოლი ექნება, იმიტომ რომ თვითონ ცხოვრობს იქ. კი, ეხლა ეს სახლი ვიღაცაზე რაღაცაზეა გაფორმებული, მაგრამ ის ხო არ ცხოვრობს იქ, ხო ის ქირით ვინც არის, ის ხო ცხოვრობს იქ. ამიტომ ქირით ვინც არის იმ სახლში, იმან უნდა მიხედოს ამ სახლს, თავის ბიოპოლს, დროებით სახლს. უნდა იფიქროს, რომ მე აქ დროებით ვარ სტუმრად, ქირით არა ვარ. მაგალითად მე იმ ქალს ამისანაც რომ პროსტა ვჩუქნი ფულს, რომ თავისი თავი არ დაითარსოს და თავისათვის სასიკეთო ბლოკები მოიხსნას, აი ესეთი უსტანოვკებითა და ესეთი პერეპროგრამირованიებებით და შეიცვალოს მატრიცა თავისთვის სასიკეთოდ, მატრიცა და მატრიცული პროგრამები რომ შეიცვლება, ხო? მე რა ქვია, ეს ადამიანი ძალიან იოლად გაივლის თავის, ასე ვთქვათ, გაჭირვებასაც, უფულობასაც, ფულიანობასაც, სამსახურებსაც, შრომასაც და ძალიან იოლად მიაღწევს ყველაფერს. აი ეს მინდოდა მეთქვა. всё, წავედი ეხლა მე დაღლილი ვარ ძალიან. დაღლილი არა ვარ ენერგიული, დაღლილობა მოიხსნას დაღლილობა, всё.